Paulis იმედი გაქრა რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი. თორე მე იმას კი არ ვამბობ რომ ჩვენ დროს პრობლემა არ იყო და კარგად იყო და გაჭირვება. ყველას იმისი განცდა აქვს რომ ქვეყანა გაჩერდა და წინ აღარ მიდის. ეს არის ყველაზე ცუდი. თორე მე თვითონ ხელისუფლებაში ვიყავი. მე დღეს სინდისი არ მომცევს ნებას რომ უთხრა ხელისუფლებას უმუშევრობაც იზრდება. ეკონომიკაც გაჩერებულია. ჩვენ 1 ოქტომბერს ძალიან ბევრი რამე მწარედ დავინახეთ. მიუხვდით, გავიაზრეთ. რასაც უყურებდი ბოლო პერიოდის განმავლობაში დავინახე მართლაც წელს ქვევით დარტყმებენ. ხელი შეშლა, იბარებდნენ კომპანიებს, ხან სუში, ხან ფინანსურში და ეუბნებოდნენ რომ იცი რა, შეგიძლია ამ საქმის დამთავრება 3 დღეში, მაგრამ მოდი რა გაწელე, თქვენ ნახევარი მოუნდი. მიუხედავად ხელისუფლების ყველა მცდელობისა, რომ ხელი შეუშალოს არჩევნო კამპანიაში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ღიად გამოხატავს საკუთარ მხარდაჭერას ნაციონალური მოძრაობის მიმართ და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ღიად გამოხატავს საკუთარ იმედგაცრუებას დღევანდელი ხელისუფლების და შეუსრულებელი დაპირებების მიმართ. ამიტომ მიუხედავად ხელისუფლების ყველა მცდელობისა, რომ ზეწოლების, დაშინებების, დაპატიმრებების, ტიტუშკების მოგზავნის და სხვა მეთოდებით ხელი შეუშალოს კამპანიას, ვფიქრობ, რომ კამპანია მიდის კარგად, ჩვენ გვექნება წარმატებული არჩევნები და აუცილებლად ვაჩვენებთ ძალიან ღირსეულ შედეგს.